ჩარხისწყალზე ნიკოლაძის ქუჩაზე თითქმის ყოველდღიურად ასე მოედინება წყალი ონკანიდან. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა უწყლოდაც გირჩება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალს ტექნიკური მიზნებისთვისაც კი ვერ იყენებენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ აქ მცხოვრები 30-მდე ოჯახი წყლის ახალ სისტემაზე დაერთებული დღემდე არ არის. სარეცხი მანქანა ვიყიდე, მაგრამ ვერ ვამუშავე, რომ წყალი არ მაქვს, რომ კალონკას ვერ ვამუშავებ. მრავალშვილიანი ოჯახი 4 შვილი მყავს. არ არის წყალი გვაქვს ახლა, ხო გეუბნე გვაქვს, მაგრამ ჯერანი ის არის საშინელი ხანდახან წვიმის დროს იმისა და ტალახ. ამ გოგოსაგერ წყალი არ აქვს, არიან მოსახლეობა მართლა არ აქვს წყალი, სულ არა და აუცილებელია მოგიყვანო ის ქალაქის წყალი გასო რა. თუ სხვა იხდი ჩვენც გადავიხდი. ორი კვირა არ არის რო ვიყავი, გამგებელს თვითონ ველაპარაკე. მე ვთხარი პასუხიც არ მომეცით განცხადებას. გავარკვევო მაგას აურად არ მოგივიდაო, აუცილებლად გაკეთდებაო. მოსახლეობა აცხადებს, რომ წყლის პრობლემის მოგვარებას ისინი როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის დროს ითხოვდნენ. სანამ ეს ახალით მოვიდოდნენ ივანიშვილის ხალხი, მანამდეაც იყო დაპირება. მერე მაშინა არ მოიყვანეს დეზარად ამოყვანა, რა ვიცი, ის ხალხი საწავიდნენ 1300 დოლარი იყო თითო ოჯახზე გამოყოფილი. აქ წყლისა და კანალიზაციის, აქ არც წყალი გაკეთდა, არც კანალიზაცია გაკეთდა. საწავიდა ეს თანხარაში დაიწყო. არავინ არ იცის. მერე ესენი იყო ოცნების ხალხი აქ რომ მოვიდნენ მაშინ. შეგვიდნენ ზეითაც ყამ დააყვანილი. განცხადება გვაქვს მიტანილი იქ. და გატარებულია. 1 და 2 რამდენი? 1 და 2 ბოლოს გაატარეს და გვითხრეს რომ შარშან ჩასვეს ახალ ამ ბიუჯეტში წლევანდელ 2015-ის ბიუჯეტში და ჯერ არაფერი არ აჩამს. მოსახლეობის პრეტენზიებს პასუხობს და განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი. როცა წყალმომარაგების კომპანია აკეთებდა წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ბორჯომში, ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა კატეგორიული უარი განუცხადეს იქ ამ რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებაზე, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ რიცხველი უნდა დამდგარიყო თითოეულ ბინაში და ესე უთხრეს კომპანიის სამოდელოს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი წყალი და პრობლემა არ არის, ჩვენ აქ ვჭირდება. სამწუხაროდ ეხა მოინდომეს რაღაცა პრობლემები შეექმნა და ძირი აღმოჩნდა ეხა რომ ეს არის მათი ბრალი, მაგრამ ამას ვერსად ვერ წაუვალთ. პრობლემა უნდა მოგვარდეს. დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნული აბონენტებისთვის წყლის პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას დრო სჭირდება და ადგილობრივებს მოთმინება მართებთ. ტენდერი არის გამოცხადებული საპროექტო სახარჯალებრივი დოკუმენტაციის შედგენაზე. ტენდერი უნდა დამთავრდეს, გამოვიდეს გამარჯვებული, მე იმ გამარჯვებულს რაღაცა ვადა აქვს ამ სამუშაოების შესასრულებლად, როცა წარმოგვიდგენს დოკუმენტაციას, მე დაიგეგმება სამუშაოები, მოიძიება ფული და მე დავგეგმავთ ამ იმას რა ქვია, სამუშაოებს. სანამ სამუშაოები დაიწყება, ფაქტია, რომ ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას იგივე წყლით სარგებლობა მოუწევს.